სალამი, დღეს შაბათია და უკვე მიხვდი სად ვართ და რა ვშვებით, მაგრამ იმისთვის ვინც პირველად გვიყურებს, ვიტყვი, რომ შაბათი არის ვინსპირციის საღამო, რომელიც უცვლელად წერება Habitat Coworking-ში. დღევანდელი გადაცემის სტუმარია. მოიცა. გახსოვს და თუ სალმა კალამი რომ ვიყიდა მართლა? სულ მინდოდა რომ ეს შემთხვევა მქონდა და ეს მომენტი მქონდა და მომიდეთ კალამი. Okay. There's more. და მინდა მოგივაგებინე ხოდა დაინტერესებისთვის, მოწვევისთვის. და მოკლედო კალა. Okay. ეს უკეთესი მოკლედეს. და მოკლედოთ ეს კალა. ფუით გამზადეთ თანამასობაში. კალა. რა არის კონცის კალა? ჩემთვის კალამი არის კალამი ჩემთვის არის ის ვინც შემიძლია დავწერო ბევრი რამ მოწესნა მაგალითად. შესაძლებლობა აზრები გადაიტანო ფურცელს. აზრებიც, ბევრი რამ ხო? ყველაში გეხმარება, როდესაც აზრები გადადა ფურცელს. ეს მეხმარება პირველში გადაწყვეტში. ბოლტერებში შეიძლება კარგი აზრები გადაწყვეტს და პროცესს პრობლემა. წირთავს. და მეორე კიდე ძები ხანდახან მეცასაკში ვარ მოხალისება ხოლმე და ვინიშნავ და კარგად წირა. კონცეს მინდა შევქმნას უნიკალური შესაძლებლობა განტვირთვისთვის, თქვენი ფიქრების ვიზუალიზაციისთვის, ხედვის სიცხადისთვის და თქვენ ცხოვრებაში გავაჩინოთ ჩვენი წარმოებული კალამი. რომელიც წერს რბილად და წერს ბებს. თან კალამთან ერთად თქვენ შეგიძლიათ 10 კილომეტრი დაწეროთ. და დროში გადატანილი ეს არის არაერთი წელი. ეს არის კალამი. და შაქრაშვილმა რა გააძრო? აუ აბა შენი გათქვი. კარგით რაღაცა თუ იცი რომ მაგას რაღაცა არ არსებობს ან მოაყვა. ქონია ეგეთი წარე გამოცდილება რომ მეგონა რომ ქონდა და კითხო უთხარი და ხარით კლინს ადრე ძალიან ახალი დაწყებული მქონდა, მაცივარი თუ აქვსო და ვიცოდი რომ ქონდა რა და კითხო უთხარი და უკვე ვიყიდა ფული შეიტანა და გაყავდა ეს მანქანა, ანუ არ ქონდა მაცივარი. მაცივარი? და ვოთ მე რატომინა მე მანქანა თუ მაცივარი არა. მაცივრის გარეშე მაცივრის გამო ამ ვიყიდა. ეპიზოდში გადავწყვიტეთ შემაჯამებელი რივიუ გაგვეკეთებინათ თქვენთვის და გაგვახსენებინათ ჩვენი სტუმრები თავიანთი ისტორიებით და მოცემული რჩევებით. აქვე მინდა ვისარგებლო მომენტით და ყველას მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. და მე მაინტერესებს რა რჩევას მისცემდი იმ ხალხს, ვინც ახლა პირველ ნაბიჯებს დგას აი ამ სფეროში კონკრეტულად სადაც შენ ხარ. თუ რა არის მივცემ იმ რჩევას რომ ძალიან რთულია დასაწყისი. მარტივი მართლა არაფერი არ არის ქალებისთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი კაცს კიდე რაღაც სხვა სიძლიერე აქვს ხოლმე იმ მომენტში, რა შეუძლია რომ რაღაც თუნდაც ვინმე შეაწუხოს, რაღაც გააკეთოს, სხვანაირად, სხვას რაღაც სიმტკიცე გამოიჩინოს, მაგრამ ქალი მაინც უფრო მეტად ემოციური არის და ემოციებს ყვება არ შეშინდნენ, არასდროს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა და იმის იმედი რომ აუცილებლად თუ კი დაიწყო ის გზა აუცილებლად ბოლოში უნდა გავიდეს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დანებდე. იმიტომ რომ ბევრჯერ იქნება ეგეთი მომენტი, რომ შეიძლება თქვა რომ აი მოდი დავნებდე რა და ისე სხვა რაღაცას არა. არასდროს არ შეშინდა, იმიტომ რომ როცა ნებდე, აი რო გონია რომ აღარ გამოდის, ზუსტად მაშინ გამოდის ყველაფერი. ამის ბევრი მაგალითი მქონია ცხოვრებაში. გადასარევი. კი, როგორც ასეა, ბევრ სფეროში მოგწია მოღვაწეობა. და მინდა მაყურებელს კარგად აუხსნა
რა სხვაობაა ამექსის გაყიდვასა და ძაფების გაყიდვას შორის? დავა კონკრეტად კოსმეტიკურ საფუძველს. პასუხი არის მარტივი, არანაირი განსხვავება არ არის. ისევ და ისევ მნიშვნელოვანი არის ზუსტად იცნობდე შენ მომხმარებელს, შემყიდველს, იცოდე კონკრეტულად მიზნობრივი აუდიტორია კონკრეტული პროდუქტის, გჯეროდეს საკუთარი პროდუქტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაყიდვის მენეჯერი ყიდის იმ პროდუქტს, რომლითაც არ ჯერა. და მე შედეგები რო არ აქვთ, ამბობენ რომ ან არ გამომდის, ან იკლო ბაზარზე მოთხოვნამ, ან საერთოდ შეიძლება გაყიდვე ჩემი არ არის, მაგრამ ამის დედა აზრი და მთავარი ფუნდამენტი არის, რომ შენ ვერასდროს ვერ გაყიდი შენ პროდუქტს და შენ თავს, თუ შენი პროდუქტის არ გჯერა. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, უნდა გჯეროდეს და პატივს უნდა ცემდეს შენ მყიდველს, შენ მომხმარებელს. თუ შენი მომხმარებელი არ გიყვარს, ბრჭყალებით, ამ სიტყვის გარდატანით მნიშვნელობით, ვერასდროს ვერ იქნები წარმატებული სეილი და გექნება მარტო one time deal, რაც არავის არ უნდა, იმიტომ რომ გონია რომ გაყიდვები არის კომპლექსური პროცესი, არის არაერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი და მგონია რომ klienti ყოველთვის მოყავს და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს relationship-ი იყოს long term-ი და არა short term-ი და მარტო ერთჯერად თქვა რაღაც კონკრეტულ deal-ზე და რომელსაც არანაირი მომავალი და არანაირი ფუნდამენტი არ იქნება მომავალში. ამიტომ პასუხი მარტივი არის და სალსახა არის რომ ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვა არის შესაძლებელი, რომელიღაცა პროდუქტის უფრო მეტად ადვილი, ვიდრე მეორესი, თუმცა ხომ მგონია რომ ადამიანი რომელიც სეილი არის და ზუსტად იცის რას აკეთებს, ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვა შეუძლია. აქვე დავამატებ რადგანაც ზოგადად ჩელენჯებზე ვლაპარაკობთ პროდუქტებთან დაკავშირებით, რაც კი ოდესმე გამიყიდია, ყველაზე რთული პროდუქტი მაინც არის და შეიძლება იმიტომ რომ და რამე ამ დროს მაგალითად როდესაც შენ პირობითად აცდი რომ თვითონ თქვას თავისი ფასი. ყოფილა მომენტი რომ იმას ბევრად მეტი უთქვამს ვიდრე ელოდი? და ახლა ისეთ გაბერილ ფასს არ გეუბნები, მაგრამ იმაზე მე თუ რა არ მახსენდება, მაგრამ მქონია შემთხვევები რომ დაუსაბუთებია რაც მომწონს. ეხლა ერთი სასტუმრო მაქვს, მე 5 წელია. იმდენად კარგად დათვალა იმ სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა, როგორ უნდა გადაეხარა ჩემთვის და რატო და რამდენი, რომ ეგეთ ახსნას, აი, სუპერ კომპეტენტური იყო. ანუ მარტივი რაღაც გააკეთა რა. ირაკლი კაგებს თუ არ დავიქირავებო, მე დამჭირდება 100 ნომრიანი სასტუმრო არის. ჩამოთვალა. ეხლა მე ამათო უნდა გადაუხადო ფიქსირებული ხელფასიო ამდენი თავის საშემოსავლო ჩათვლითო. ამის მე-5-ს მოგცემ ფიქს სელერის სახით, დანარჩენს ბონუსათო. ოღონდ ისე ავაწყობ ბონუსს რომ ამ რიცხვის ირგვლივ ვიტრიალებო და თუ მე მგონი მისაღები უნდა იყოს. აი ეგეთი ლოგიკები მევასწრე. მომხმარებელთან უკვე კომუნიკაცია ის იქნება გაბრაზებული, პრეტენზიული, რაღაცა სპეციფიკური მოთხოვნები. ესეთი არ მინდა, არა ბუნებრივი რაღაცა მინდა, რაღაც ზეციურ საქართველოსაც ითხოვს ზოგი. ხო, ყველანაირი შეხვედრია ალბათ და რა მაინტერესებს წე რაიმე ესეთი ფრაზა ხომ არ არსებობს, რომელსაც ხშირად ხმარობთ, რომ ადამიანის ტვინამდე მიხვიდეთ მარტივად. არ მოგცემს შედეგს. არ მოგცემს შედეგს. ეს უკვე რაღაცა აფიქროს მოდის. არიან სხვათა შორის ახლა ძალიან მომრავლდა და მოხშირდა ესეთი პაციენტები, რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა შეიძლება დავარქვათ რაღაც იგონებენ რაღაც პროცედურას, რაც არ ჭირდებათ და იგონიათ რომ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ აუცილებლად გახდება ანჯელინა ჯოლი, რაღაც განსხვავებული ვიზუალი იქნება. ამიტომ ნუ ძირითადად არ გჭირდება რომ ვეუბნები, ნუ იღებს რომ შენ რა იცი, მე რა არ მჭირდება. შემდეგ რომ ვეუბნებთ რომ ეს შედეგს არ მოგცემს და შეიძლება სანანებელი გაგიხდეს, იმიტომ რომ არ იქნება ის ვიზუალი რაც გინდა, მე როგორ ფიქრდებიან თუ შედეგს არ მომცემს, ან მაგით მე ვუხსნი იმას, რომ მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ იმ შედეგზე, რაც მიიღებს, მაგრამ მე წინასწარ ვიცი, რომ არ ექნება შედეგი და უკვე თვითონაც ეკარგება სურვილი რა. ანუ ხშირად ამართლობს ეს სიტყვა. აი მან ნახე საინტერესო რაღაცა დავიჭირე ეხა რა. აი ეს მინდა მომხმარებელი ითხოვს იმ მომსახურებას, რაც რეალურად პროფესიული თვალით რო შეხედავ, არ ჭირდება. რაიმე ტიპის მიმბაძველობასთან ან მოდასთან ან ტენდენციასთან ხო არა გვაქვს ეხა საქმე, ხო? ანუ იმან გაიკეთა და მეც მინდა, აი დაახლოებით სტატუს თემა რო არის. ეს მაგაიკეთა იმას მოიწონა და აუ მეც მინდა, ხო? ბაძავენ ერთმანეთს, ბაძავენ ცნობილ ადამიანებს ძირითადად და ნუ ეს ახალგაზრდა ეს ჯენზი თაობა ერთი თუ რაღაცას იკეთებს, ყველა იკეთებს იგივეს და ყველას უნდა ზუსტად ისე. და ძირითადად ეგ პრობლემაა მიმბაძველობა და იმაზე არ ფიქრობენ, ანუ ვის სახეს რა უხდება და ვისთვის რა პროცედურა არის პრიორიტეტული. ანუ ეგ არის ჩვენი მიზანიც და ჩვენი ვალიც, რომ სწორად დავანახოთ მომხმარებელს რა უნდა და ვიცით სწორი რჩევები. დავით, ნახე
ძალიან ხერხული შეკითხვა უნდა დაგისვა, მაგრამ ალბათ საინტერესოა ყველასთვის რა, განსაკუთრებით მაყურებლისთვისაც. თუ გქონია გაფეილებული შეცდომა, რომელიც უბრალოდ დაიგნორე. მე ვიტყოდი, რომ ეგეთი ადამიანი არ არსებობს და პირადად მეც მქონია ჩემს პროფესიაში 2 და 3 მსგავსი შემთხვევები. თუ გნებავთ, მოგიყვებით, ეგეც ძალიან საინტერესოა და ძალიან შეიძლება რომ გაგვიზიარო. სახალისო იქნება, კი ბატონო. ერთხელ მოკლედ ჩემს მეგობრებს ვაჭრით თმას, ასეთ წოდებული დიმა ბილანი იყო საქართველოში, მოდებული. ხო და ვარცხნილობა ბილანი, ხო? კი, დიმა ბილანის ვარცხნილობა იყო მოდებული, ну მოკლედ მსგავს რაღაცებს ვჭრიდით ხოლმე და მას უსუფთავდი კისერს ვინაიდან რადგან ღერები უნდა დამეტოვებინა, ანუ ტექსტურა უნდა დამეტოვებინა კისრის მიდამოში და ტელეფონით მესიჯობდა. თავის შეყვარებულს წერდა და რამოდენიმეჯერ გავუმეორო, მეთქი ტელეფონი დადე, საქმეს ვაკეთებ, ტელეფონი დადე, საქმეს ვაკეთებ თქო და მაგ პერიოდში დააცემინა ჩვეულებრივად და ავუტანე 0 ყურებამდე. აბარსა. ფოტო ხო არ გაქვს? ფოტო მას. არა, იმიტომ რომ ძალიან ძველი არის ეგ და მაგ დროს. ხო და მაგ დროისთვის წარმოიდგინეთ, ეგ იყო დაახლოებით 12-14 წლის წინ ასეთ წოდებული ჰაი-ფეიდი შევჭერილი. აჰა. ჰაი-ფეიდი 14 წლის წინ. კი. მეორე შემთხვევასაც მოგიყვებით, მეორე შემთხვევას მოკლედ მაგრატით გადასვლას ვაპირებდი, ну მომხმარებელი არ ვიცი მოძრავდა თუ რა შვებოდა, ანუ მთლიანი ბუჯა მოვაჭერი და იყო ღრმული. ოღონდ ზემოდან თმა გადაიფინა და აღარ ჩანდა. მაგრამ იდეალური შეჭრილი იყო. ლატკადა. გადაეფარა ჩვეულებრივად. არ ვიცი მაგის შემდეგ აღარ მინახავს ეგ მომხმარებელი, ეგ ძალიან დიდი ხნის წელი. თუ დალატკავდი აბარა იქნება. მე ამ ქვეყანაში არის. კი ბატონო. შემთხვევა იყო ასეთი მომხმარებელი შემოვიდა, დაინტერესდა თუ რამდენი ხანი ვმუშაობდი. ну მე პასუხი გავეცი რომ მეთქი დიდი ხანია ვმუშაობ თქო, მუშაობ და შევატყე რომ მომხმარებელი იყო ძალიან ტოქსიკური და ძალიან ღელავდა. იქიდან გამომდინარე რომ შევჭერი, ანუ რაღაცა ეტაპამდე დავასრულე ჩემი ნამუშევარი და ანუ ბოლოსკენ მივდიოდი და აი ესე ამოვიოხრე და ვთქვი რომ მეთქი ძლივს არ გამომივიდა მეთქი და ეს მომხმარებელი გამწვანდა, გალუჯდა, გაწითლდა, უბრალოდ ვერაფერი ვერ მითხრა. მას მე ეგ მომხმარებელს აღარ მინახავს. ძლივს არ გამომივიდაო, დატესტა. აი ადამიანს შეიძლება კონდეს ცოდნა, მაგრამ ენერგეტიკულად ვერ იღებდეს ფულს. ნაწილობრივ მახსოვს რომ ამაზე პასუხი გაგვეცი, მაგრამ აი ეს ენერგეტიკული მხარე რამდენად თამაშობს დიდ როლს აი ამ საკითხში, როცა აი ძალიან დიდი ცოდნა მაქვს, მაგრამ ნუ ვერ ვიღებ რა ფულს შესაბამისად. ნახე, ჩემი დაკვირვებით და მგონია რომ დამეთანხმებით, ადამიანების უმრავლესობა ვერ იღებს იმდენ ფულს, იმიტომ რომ თავს არ აძლევს რაღაცა ისეთის უფლებას, რისი უფლებაც მისცა იმ ადამიანმა, ვინც მიიღო ბევრი ფული. შეიძლება ცოტა რთულად ვთქვი, მაგრამ აი ნახე, მე რომ ვუყურებდი რომ ვიღაცას მეტი შემოსავალი ქონდა, ოღონდ მე სულ აკვირდები, დაკვირვება მიყვარს, აი არ ვიცი, ძალიან მიყვარს ყველაფერზე დაკვირვება საერთოდ რა. რომ დავაკვირდი, იქ სადაც მეტი შემოსავალი იყო, უფრო იაფასიანი მარკეტინგით და ცოტა კრინჯულ რაღაცებზეც ლაპარაკობდნენ ბრწყალებში, რა თქმა უნდა. მე მაშინ ეს აკადემიურად უნდა თქვა, არ ვიცი, ლამაზი ვიდეო უნდა გადაიღო სტუდიაში, არ ხვდები და ეს მქონდა რომ პერფექციონიზმი რეალურად. კი, ზუსტად. როგორც კი თავს მივეცი უფლება, ოღონდ უფლება რომ ისე ამაზეც ვისაუბროთ თუ გინდათ უკან რა დგას და იგივე მარტივი არ არის. როგორც კი თავს მივეცი იმის უფლება რომ მეკეთებინო თუნდაც იაფასიანი მარკეტინგს, იმიტომ ვამბობ რომ უბრალოდ საუბრის სტილს გულისხმობ, შეიძლება არასწორად ვამბობ ეხა ტერმინს, მაგრამ როგორც კი დავიწყე და მივეცი თავს ამის უფლება. საკუთარ თავზე საუბარი, საკუთარ შეთავაზებაზე საუბარი, ესე დავარქვით. ნამდვილად, ზუსტად იგივე შედეგი დამიბრუნდა. ოღონდ ნახე ახლა როგორი ამბავი. აი ეს საკუთარ თავზე მუშაობა არის თუნდაც ის რომ რწმუნებულება მდიდრები ბოროტები არიან. როდესაც შენში ეს რწმუნებულება არის, ამას სანამ არ დაამუშავებ, შენი ქვეცნობიერი ყველანაირად შეგიშლის ხელს რომ გამდიდრდე, იმიტომ რომ შენ ცუდების სიაში ჩაეწერები. მხრიდან ნახე, ეს ChatGPT შეიძლება ეფექტურობას ზრდიდეს, დაუშვათ, შეიძლება რაღაცა დრო მოიგო, როგორც დაუშვათ სტაფის წევრმა, მაგრამ კრეატივს ხო არ გიკლავს. არის ეს ტერმინი უნარების ატროფია. უნარების ატროფიის რისკი გვაქვს ნებისმიერ სფეროში, სადაც AI-ს გამოვიყენებთ. სამი ტერმინი შემეძლო. უკვე დგას ეს რისკი. და საუბრობენ კიდევაც უკვე. კი. და მე თვითონ ჩემ თავთან ძალიან ისე ვარ. ხილად. რომ
სადღაც არ გამექცეს ის მომენტი, რომ მე იმდენად ბევრ რაღაცას ვაძლევ AI-ს და ნაკლებად ვფიქრობ მე რაღაცებზე. რომ ჩემი ძირითადი უნარები რაც არის, ისი კეთებაც სიამოვნებთ როგორც მინიმუმ. არ გადავწევ ყველაფერი AI-ს და სადღაც მე თვითონ არ ჩამოვჭე განვითარებას. და ეს რისკი მართლაც დგას ადამიანების წინაშე და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ამას უფლებას მივცემთ. რაც ეხება წერას, მარტივი მაგალითია და ამაზე შემიძლია ვთქვა. მე თვითონ მაგალითად წერისას ვიყენებ AI-ს. ოღონდ მე ჩემ ვერსიას ვწერ. ჩემს მთავარ იდეას, იგივე ის ემოციები, კრეატივი, რისი თქმაც მინდა ვწერ. შემდეგ ვეუბნები AI-ს, რომ გრამატიკა გამისწორე პირობითად, რედაქტირება გააკეთე. რაღაცა ეს წინადადება ისე ჯობს თუ ესე უფრო ლამაზად ამბობს ისევ ჩემ აზრს. აქ შევთვლი რომ სწორია AI-ს გამოყენება, მაგრამ ერთ წინადადებას თუ ვეუბნები და იმას მთელი აბზაცის ან ხო, აი მაგას მოვთხო, იქ უკვე ხო ჩემი სული აღარ ჩანს. დავანონსებ, რომ წინ ძალიან მაგარი მეათე ეპიზოდი გელოდებათ. თუ გამოიცნობ სტუმრის სქეს, დაწერე კომენტარებში და მოიგე ფასდაკლება გაყიდვების ან ციფრული მარკეტინგის ტრენინგზე. ესე იგი, კომენტარი უდრის ფასდაკლებას და ფასდაკლება უდრის განათლებას შენი მომავლისთვის. არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა, გამოიწერე, დაწერე კომენტარი და მოიგე შენი პრიზი.